მოგესალმებით, მე გახლავართ ეკა გეგეშიძე, აღმოსავლეთ მცოდნე და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჩემთვის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე საყვარელი ფილმი, რაც ოდესმე მინახავს და უდიდესი შთაბეჭდილება მოუხდენია და მინახავს მრავალჯერ, რამდენჯერაც არ უნდა გავიდეს ტელევიზიის ნებისმიერ არხზე, არაფერს აღარ ვაკეთებ და უბრალოდ ვჩდები და ვუყურებ, ეს გახლავთ ფრენსის ფორდ კოპოლას განგსტერული საგა, ნათლია პირველი ნაწილი და ნათლია მეორე ნაწილი. მესამეს ვთვლი, რომ ცოტა რა გითხრათ, აბა ის მწვერვალები არ არის, რაც მაგალითად პირველ და მეორე ნაწილში მოახერხა რეჟისორმაც და მთელმა სამსახიობო ანსამბლმა. ნათლია ძალიან ცნობილი ფილმია, ხა სიუჟეტის მოყოლას აქ აზრი არ აქვს. ძალიან ცნობილია თავისი მნიშვნელობით მსოფლიო კინემატოგრაფისთვის, იმიტომ რომ დავიწყოთ იქიდან, რომ შესულია ამერიკის შეერთებული შტატების ფილმების ეროვნული რეესტრის ჩამონათვალში მეორე ადგილზეა. ამ ფილმიდან ფრაზები იკავებენ ასევე რეიტინგებში უმაღლეს რიგებს და ერთი ფრაზა, ყველაზე ცნობილი, მე თქვენ მოგცემთ ისეთ წინადადებას, რომლისგანაც ძნელია უარ მყოთ ან უარი მითხრათ, რომელზედაც ძნელია უარი მითხრათ. ფრაზა, რომელიც ეკუთვნის დონ ვიტო კორლეონეს, მეორე ადგილზე არის ამერიკის ფილმებიდან უსაყვარლესი ფრაზების ჩამონათვალში. ძალიან ცნობილია. სცენარის ავტორი გახლავთ თვითონ ფრენსის ფორდ კოპოლა, რეჟისორი და რომანის ავტორი მარიო პიუზო, რომელიც წიგნიც დაედო საფუძვლად ამ ფილმის გადაღებას და მარიო პიუზოს აბრალებდნენ, როდესაც წიგნი გამოვიდა, აბრალებდნენ მჭიდრო კავშირს იტალიურ მაფიასთან. კატეგორიულად უარყო მან ეს ამბავი, უბრალოდ ის წარმოშობით იტალიელი იყო და მისი იდეა ამ წიგნის დაწერის იყო, რომ ეს ცუდი იმიჯი, რაც შეუქმნა 30-იან წლებში, 20-იან წლებში მანამდე მშრალი კანონის დროს მაფიამ იტალიური წარმოშობის ამერიკელებს რამენაირად გაეკარწყლებინა და დაენახა ეს ხალხი ცოტა სხვა კუთხით და მინდა გითხრათ, რომ მარიო პიუზოსაც გამოუვიდა ეს ამბავი და ძალიან მაღალ დონეზე და ფრენსის ფორდ კოპოლასაც, რადგან ფილმი მიუხედავად იმისა, რომ მაფიაზეა, მაფიოზები არ ეძახიან თავს მაფიას, ეს არის კოზა ნოსტრა, ჩვენი საქმე, ან კომისია, ან ოჯახების კაპო დი ტუტი კაპი, ყველა ოჯახთა ოჯახი. ფილმი გამოუვიდა კოპოლას ოჯახზე. ძალიან ადამიანური, კი დახუნძლული ძალადობრივი სცენებით, იმიტომ რომ ეხა თემა ისეთი იყო, რომ შეუძლებელი იყო ამას გაქცეოდა, მაგრამ ამერიკელებმა პირველ რიგში დაინახეს თავიანთი თანამოქალაქეები არა მკვლელებად, არა რაღაცა თაღლითებად, აფერისტებად, რეკეტიორებად, არამედ დაინახეს ჩვეულებრივ ადამიანებად, ოჯახის მოყვარულ ხალხად, ზოგს უყვარს ეს ოჯახი, ზოგი ღალატობს, ზოგი არ ღალატობს. აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორიც ყველა. გაზავებული ამ მაფიური ამბებით და მათი რაღაცა ამ ანატომიით. არავითარ შემთხვევაში არ მინდა რომ რომანტიზება მოვახდინო ნებისმიერი რაღაცა კრიმინალური დაჯგუფების. ეს არც ფრენსის ფორდ კოპოლას ქონია მიზნად, მაგრამ ბრალდება წაუყენეს. იმიტომ რომ ადამიანებმა ფილმის ყურების მომენტში აღმოაჩინეს, რომ ამ მაფიოზების მხარეზე არიან რაღაცა სცენებში და მსხვერპლებად წარმოჩნდნენ მაფიის წარმომადგენლები და არა დაუშვათ ის პოლიციელები, ვინც ამათ ებრძვიან და რატო? პოლიცია ნაჩვენები იყო კორუმპირებულად. პოლიცია ნაჩვენები იყო ალბათ ისეთად, როგორც იმ მომენტში, როცა მაფია ყალიბდებოდა, იყო ეს პოლიცია, გადაჯაჭულები იყვნენ ისინი ერთმანეთთან. არსებობდა ასეთი ადამიანი ელიოტ სმიტი, რომელმაც ალ კაპონე ჩასვა მაგალითად ციხეში, მაგრამ ყველა ასეთი ხო არ იყო. აქედან გამომდინარე, ფილმი შედგა იმდენად, რომ არ დაუკარგავს აქტუალობა და როდესაც სცენარისტების რაღაცა კურსებია, მარიო პიუზომ გაიხსენა, რომ მეო მაგალითად არა ვარო სცენარისტიო, მწერალი ვიყავი ყოველთვისო და გადავწყვიტეო, რომ რაღაც პროფესიული განათლება მიმეღო სცენარის წერის თვალსაზრისით. ჩაეწერა რაღაც კურსებზე და პირველივე ფრაზა, რაც თქვა მათმა მენტორმა, მასწავლებელმა,
უყურეთ ნათლიას. აიო, ასე უნდა დაიწეროს სცენარიო. ძალიან საინტერესოა გადაღების, მომზადების პროცესი და თვითონ არსებულ კოზა ნოსტრას რა დამოკიდებულება ჰქონდა მაგალითად ფილმის გადამღებ ჯგუფთან, გადასაღებ ჯგუფთან, რეჟისორთან, პროდიუსერთან, ოპერატორებთან და თვით მარიო პიუზოსთან. აღმოჩნდა, რომ რაღაცა გადასაღები მოედნები, რომელიც ნატურაზე, ასე ვთქვათ, ნიუ-იორკში მიმდინარეობდა, ხან რაღაცის გამო იყო გადაკეტილი, ხან რაღაც გაფიცვა იყო. ნუ იქ პროფკავშირებს იმ მომენტში, როდესაც კოპოლა 70-იანი წლების დასაწყისში ფილმი 72 წელს გამოვიდა, იღებდა ძალიან აქტიურად აკონტროლებდა პროფკავშირს მაფიური სტრუქტურები და ნუ რასაც უნდათ იმას აკეთებდნენ. და ბოლო-ბოლო გაირკვა რა უნდათ ეხლა აი ამ იტალიელ მაფიოზებს ფრენსის ფორდ კოპოლასგან. უნდათ ელემენტარულად გასაუბრება, ბოლოს და ბოლოსო კონსულტაცია მაინც გაიარონო ჩვენთანო და პატივი გვცენო რომ ვარსებობთო. ანუ ელემენტარული პატივისცემის გამოვლენა მოითხოვეს, მეტი არაფერი სხვათა შორის აბსოლუტურად. ფული არ ჩაუდიათ ამ ფილმში 1 ცენტი არ არის მათგან აღებული და აქტიურად ესწრებოდნენ მერე დაპატიჟა კოპოლამ ვიღაცეები გადასაღებ მოედანზე და პირველივე სცენა გამხსნელი ფილმის, როდესაც დიდი დონის, ანუ ვიტო კორლეონეს ერთადერთი ქალიშვილის ქორწილია და იმ დღეს უარს არავის არ ეუბნება არაფერზე, არანაირ თხოვნაზე, იქ არის ერთი პერსონაჟი, ლუკა ბრაზი. მოსული რაღაცის სათხოვნელად. აი ეს ლუკა ბრაზი სინამდვილეში იყო ერთ-ერთი იტალიური მაფიური ოჯახის კაპო რეჟიმე. ანუ ცუდი სლენგი სიტყვა რო ვთქვა, ბოევიკი იყო მათი ერთ-ერთი. და იმდენად ფაქტორული იყო, რომ კოპოლამ გადაიღო თავის ფილმში. შინაარსი რომ მოუყვე ახლა აზრი არა აქვს, იმიტომ რომ როგორც ვთქვი, ყველა მეცით ეს ფილმი. უბრალოდ მე მინდა ყურადღება მიგაქცევინოთ სტრუქტურულად როგორ არის აგებული და მაიკლ კორლეონე ეს უმცროსი ვაჟი, რომელსაც ყველას გგონია სასტიკი, დაუნდობელია ესეთი მაფიის თავარი ხო, მეთაური, სინამდვილეში ამ ახალგაზრდა კაცის როგორი პიროვნული ტრაგედიაა პირველი ფილმიდან მერე მეორეში გადმოდის და მესამეში მთლად ნადგურდება, იმიტომ რომ ქალიშვილს უკლავენ, უსაყვარლეს შვილს უკლავენ და მაიკლი ვინ არის ფილმის დასაწყისში და ვინ ხდება ხო მერე პირველი ფილმის ბოლოს. აი აქედან ამოდით, როდესაც ნათლიას ცოტა სხვა თვალით შეხედავთ, არა როგორც განგსტერულ საგას, არამედ ერთი კონკრეტული ადამიანის ტრაგედია, ომის მონაწილე, გმირი, უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, ანუ სულ სხვა ცხოვრება ქონდა დაგეგმილი, მამა ხელს ამაში არ უშლიდა პირიქით და უცებ რა ხდება, ხო, რა ემართება და აი ეს ტრადიციები, აი ეს სიცილიური რაღაცა ცხოვრების წესი როგორ შემოდის მის ცხოვრებაში და როგორ ანგრევს მას პიროვნულად და ხდის აბსოლუტურად სხვა ადამიანს. აი აქედან უყურეთ აი ნათლიას პირველ ნაწილს. მეორე ნაწილში მაიკლი უკვე ძალამოკრებილი, ძალიან სერიოზული მეთაურია მაფიის და მსახიობზე მინდა გავამახვილო ყურადღება, მეორე ნაწილში არის ასეთი პერსონაჟი ჰაიმან როტი. ნუ ეს ცნობილი მაერლანსკის პროტოტიპია. თუ ვინმეს გაუგია ეს ძალიან ცნობილი ადამიანი იყო, ბუღალტერი იყო ლაკი ლუჩანოსი და ბაქსი სიგალის. და საკუთარი სიკვდილით მოკვდა სხვათა შორის, ბევრისგან განსხვავებით, უჭკვიანესი და უნიჭიერესი ადამიანი იყო ზოგადად. აი ამ როლს ასრულებს უდიდესი ამერიკელი მსახიობი და მსახიობო სკოლის შემქმნელი ლის სტრასბერგი. უბრალოდ უყურეთ, როგორ თამაშობს ის ამ ფილმში, ცხოვრობს ის, აი თითქოს გარეთ რომ გამოირთება კამერა და რომ იტყვიან სტოპ, ხო, რაღაც სცენა გადაიღეს, ჰაიმან როტი აგრძელებს ცხოვრებას ლის სტრასბერგში. და აი ამ სამსახიობო ოსტატობამ განაპირობა კიდე ასეთი უდიდესი პოპულარობა ამ ორი ფილმის, თორემ მანამდეც იღებდნენ ფილმებს მაფიაზე და მერეც იღებდნენ და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ალბათ ნაიარების სახე ბრაიან დე პალმასი. ნუ ის რიმეიკია 30-იანი წლების ფილმის, მაგრამ მაინც ძალიან პოპულარულია და ესეთი საკულტოა. არც ერთმა სხვა ფილმმა, რომელიც გადაიღეს მაფიის აი შიდა სტრუქტურაზე, რაც აჩვენა, ხო, კოპოლამ, არც ერთი სხვა ფილმმა ასეთი პოპულარობა ვერ მოიპოვა
და ასეთ დონეს, ასეთი რეჟისურის, მსახიობების, მუსიკა რაღაცა ენით აუწერელი, შესანიშნავი. იქ კარმინე კოპოლაც წერდა მუსიკას, კოპოლას მამა და ნუ რასაკვირველია უდიდესი ნინო როტა. ამ ყველაფერმა ამ ერთობლიობამ შექმნა ეს შედევრი, რასაც ქვია ნათლია 1 და ნათლია 2. გირჩევთ კიდე ერთხელ გადახედოთ დღევანდელი ჩვენი ცხოვრებიდან გამომდინარე, აი დღევანდელი თვალით შეხედეთ ამ ყველაფერს.